2025 წლიდან ბრაზილიაში ფეხბურთელებს ფინტების გამო დასჭია. უზარმაზარი სკანდალი იყო, რომლის ცენტრშიც მემფის დეპაი აღმოჩნდა, რომელიც კორინთიანსის მაისურით თამაშობს. იგი ბურთზე დადგა პაულისტას თასის ფინალში. მალევე ჩხუბი ატყდა. თუმცა არა მარტო ფინტის გამო, კორინთიანსის ფეხბურთელები ოპონენტებს ბურთის შემოტანაში უშლიდნენ ხელს. მაგრამ ერთი კვირის შემდეგ სამსაჯო კომიტეტი გამოვიდა განცხადებით, სადაც დეპაის მოქმედებები განსაჯეს და პირობა დადეს, რომ მსგავსი ფინტების გამო ფეხბურთელებს ყვითელ ბარათებს აჩვენებდნენ. მე ბრაზილიაში მათ შორის იმის გამო წამოვედი, რომ ჟოგა ბონიტო მეგზნო. მართლა მაინტერესებს, ვინ არის ის ხალხი, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღეს. ვინ წყვეტს ამ შვენიერი საფეხბურთო ქვეყნის ბედს? სისულელია, როგორ შეიძლება ასეთი რამ ბრაზილიაში მოხდეს, ქვეყანაში, რომელმაც ამდენი საფეხბურთო სილამაზე გვაჩუქა. მოკლედ, მოდით გავიხსენოთ კიდევ რამ გაგვაკვირვა 2025 წელს. ეს არის ტოპ 10 საფეხბურთო სიგიჟე 2025 წელს. შევაჯამოთ საფეხბურთო წელიწადი. დღევანდელ ტოპს ხსნის რაფინიას იგნორი პრესტიჟული საფეხბურთო ჯილდოების მხრიდან. ბრაზილიელმა ჩაატარა საოცარი 2024-25 წლების სეზონი. ალბათ მთავარი ინდივიდუალური პროგრესი ამ მონაკვეთში. ყველა აღფრთოვანებული იყო ჩემპიონთა ლიგის მთავარი ბომბარდირით და ასისტენტით. ლა ლიგამ იგი სეზონის ფეხბურთელად დაასახელა. კლუბმა პრაქტიკულად უფულოდ, ტრანსფერების გარეშე და ბევრი პრობლემით შეძლო 3 ტიტულის მოგება და რაფინიას როლი ამ ყველაფერში უზარმაზარია. მაგრამ მან ჯერ მხოლოდ მეხუთე ადგილი დაიკავა ოქროს ბურთზე, ხოლო შემდეგ სიმბოლურ ნაკრებშიც კი არ შეიყვანა პროფესიონალური ფეხბურთელების საერთაშორისო ასოციაცია FIFPro. ოქროს ბურთის ხუთეულში, რომელსაც რაფინია ხურავს, იგი საუკეთესოა შედეგიანობით. მას 60 ქულა აქვს 56 შეხვედრაში. ეს გაცილებით უკეთესი შედეგია, ვიდრე გამარჯვებულ დემბელეს აქვს, ან მის თანაგუნდელ იამალს. კარგი, მოდი ვთქვათ, რომ ოქროს ბურთი მაინც ჰაიბზე დამოკიდებული ჯილდოა. თუმცა აი FIFPro არის პრემია, რომელსაც ობიექტურობაზე აქვს პრეტენზია, რადგან იგი წარმოადგენს პროფესიონალურ საფეხბურთო საზოგადოებას. როგორ შეიძლება რაფინია არ იყოს ამ ორგანიზაციის ვერსიით საუკეთესო 11-ში? თავად ფეხბურთელისთვის ამ პრემიის აზრი მნიშვნელოვანია. შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ ამის შემდეგ მან ვეღარ გაუძლო. მან 17 თორი დადო, სადაც თავის მიღწევებს თვლიდა. ვერ გაუძლო ადამიანმა, ნერვებმა უტყუნა. პრემია FIFA The Best იგივე გზაზე წავიდა. ბრაზილიელი აქაც ვერ შევიდა ტოპ 3-ში და სიმბოლურ ნაკრებშიც ვერ მოხვდა. ბრაზილიელი იმ ტიპის ფეხბურთელია, რომელიც ძალიან ბევრს აძლევს თავის კლუბს. გოლების და ასისტების გარდა, იგი აკავშირებს ხაზებს, არის გუნდის მატორი და ბევრი სხვა კარგი თვისება გააჩნია. მაგრამ მას არ აქვს შეშლილი მედია. ვერ ან არ ახერხებს ყურადღების მიქცევას და სწორედ ამის გამო ბევრი ექსპერტი მას აიგნორებს. სიმართლე რო თქვა, ეს ამბავი მეც მეწყინა, თუმცა ნამდვილად არ ვარ ბარსელონას ან ამ კლუბის რომელიმე ფეხბურთელის გულშემატკივარი. მეცხრეზე გავიხსენოთ წლის მთავარი კრინჯი. წუთიერი დუმილი იმ ფეხბურთელის საპატივცემულოდ, რომელიც ცოცხალია. ეს ბულგარეთში მოხდა. ჩვეულებრივი რიტუალი, როდესაც ყოფილი ფეხბურთელი ან უბრალოდ ცნობილი ადამიანი კვდება, საფეხბურთო მატჩის წინ მას წუთიერ დუმილს უწვნიან. ასევე გადაწყვიტეს უმაღლესი დივიზიონის ხელმძღვანელებმა ორდასა და ლევსკის დაპირისპირების წინ. მათ გადაწყვიტეს მასპინძლების ყოფილი ფეხბურთელის პეტკა განჩევის ხსოვნისთვის მიეგოთ პატივი, რომელიც მე-20 საუკუნის შუა ხანებში თამაშობდა ამ კლუბის რიგებში. 78 წლის ვეტერანის გარდაცვალების შესახებ სიახლე ეჭქვეშ არავინ არ დააყენა. გამოცხადდა წუთიერი დუმილი. ფეხბურთელებმა და გულშემატკივრებმა პირნათლად შეასრულეს რიტუალი. ამ დროს კი პეტრას სახლში ბრუნდებოდა მანქანით, რათა თამაშის დაწყებისთვის მოესწრო. ტელეფონი ყოველ წამს რეკავდა, მაგრამ საჭესთან არ პასუხობდა. ვაყენებ მანქანას სახლთან და აქ ატირებული ცოლი მხვდება და მიყვირის. პეტკა ტელევიზორში თქვეს, რომ მოკვდი. ვერ ვგებულობდი რა ხდებოდა. ერთ-ერთი მეგობარი საერთოდ სტადიონზე იყო. იგი ვერ გებულობდა რა მოხდა, მაგრამ მაინც ადგა როგორც დანარჩენი ხალხი სტადიონზე, რათა პატივისცემა გამოეხატა. ასე ყვებოდა სიცილით პეტკა ამ ამბავს. ვეტერანი სავარაუდოდ ვიღაცაში აერიათ. მას კლუბიდან უკვე დაურეკეს და ბოდიში მოუხადეს, რათა ინფორმაცია არ გადაამოწმეს და დამარხეს. ნამდვილად არ იყო სასიამოვნო ისტორია, აღიარა პეტკამ. მერვე ადგილზე გავიხსენოთ შეშლილი თურქული ფეხბურთი და უფრო კონკრეტულად ბეტინგ სკანდალი. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ კლუბებს თითქოს ბევრი ფული აქვს და მზად არიან ევროტურნირებზე იხმაურონ, აქაც ხშირია სკანდალები. ოქტომბერში თურქულმა ფედერაციამ აღმოაჩინა, რომ 100-მდე ადგილობრივ მსაჯს აქვს ბუკმეიკერული ანგარიში. ერთ-ერთმა მსაჯმა იქ 5 წელიწადში თითქმის 20,000 ფსონი განათავსა და კიდევ 42-ს დაუფიქსირდა 1000-მდე ფსონი. ანუ ტიპები ჩვეულებრივი ლუდომანები იყვნენ. საქმეს ჩამოაშორეს 150-მდე მსაჯი. 1, 2 ან 3 კი არა, 150.
ასეთი მასშტაბი არასდროს არ ყოფილა. ახლა სხვანაირად ჟღერს მოურინიოს სიტყვები, სანამ ფენერიდან გააგდებდნენ. ეს უკვე აღარ გავს მის ჩვეულებრივ წუწუნს მსაჯებზე. ჟოზეს მართლა უწევდა სისტემასთან ბრძოლა. და თითქოს ეს ყველაფერი საკმარისი არ იყო. ამის შემდეგ მოხდა 1000-მდე პროფესიონალი ფეხბურთელის დისკვალიფიკაცია ტოტალიზატორში თამაშის გამო. მეორე და მესამე ლიგებში ტურნირის შეჩერებაც მოუწიათ. უბრალოდ არავინ დარჩა, რომ მოედანზე გამოსულიყო. თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ FIFA-სთან მოლაპარაკებებიც დაიწყო დამატებითი სატრანსფერო ფანჯრის გაღების თაობაზე. და აქ საუბარი არ მხოლოდ დაბალ დივიზიონებზეა. სუპერ ლიგიდანაც ფედერაციის შავ სიაში 27 ადამიანი მოხვდა. მეშვიდე ადგილი მარსელ საკუთნის. აქ ჭკუიდან შეიშალნენ მწვრთნელებიც, ფეხბურთელებიც და ხელმძღვანელობაც. არადა საერთო ჯამში კარგი პროექტია. დეძერბის სპორტული თვალსაზრისით კლუბს მოუხდა. ისინი საუკეთესოები არიან საფრანგეთში მას შემდეგ, რაც იტალიელმა სპეციალისტმა გუნდი ჩაიბარა. თუმცა ამასთან ერთად კლუბში სკანდალები არ სრულდება. იგივე დეძერბი შეშლივით მოიქცა ამ გაზაფხულზე. მან ორი შვებულება გააუქმა და ფეხბურთელები კლუბის ბაზაზე ჩაკეტა სიტყვებით: მე ვერასდროს ნახულობ ჩემს ოჯახს და ეხლა თქვენ ვერ ნახავთ თქვენსას. საკმაოდ უცნაური მესიჯია мотиваციისთვის. გუნდის გაერთიანებას რთულ მომენტში მწვრთნელის ასეთი გადაწყვეტილებები ნამდვილად არ ეხმარება. მით უმეტეს მეორე დღეს დეძერბი გაუბრაზდა გუნდს და უარი განაცხადა ვარჯიშის ჩატარებაზე. ლეკიპის ინსაიდის მიხედვით ფეხბურთელებმა თავი მიტოვებულად იგდეს. საქმე იმდენად რთულად იყო, რომ სპორტულ დირექტორს ბენატიას მოუწია ჩარევა, რათა სიტუაცია განემუხტა. ანუ უბრალოდ წარმოიდგინეთ, მწვრთნელმა განაცხადა უარი ვარჯიშის ჩაეტარებია, სიგიჟე. ხოლო სეზონის დასაწყისში კლუბში მოხდა რეზონანსული ჩხუბი რაბიოსა და როუს შორის. როგორც ამბობენ, სერიოზული ჩხუბი იყო. მოკლედ, ფაქტია, რომ ეს ჩხუბი მხოლოდ კლუბმა ნახა. ხო შეიძლება და ეს ამბავი გასახდელიდან არ გამოეტანათ. მოჩუქბარებთან სიტუაცია დაერეგულირებინათ და მკაცრად დაეკრძალათ კომენტარის გაკეთება. მოკლედ, ყველანაირად ეცადათ, რომ სკანდალი დაემალათ. ალბათ ყველა დიდი კლუბი ასე იქცევა. თუმცა მარსელმა პირიქით გადაწყვიტა. ჩხუბზე ისაუბრა პრეზიდენტმაც და მთავარმა მწვრთნელმაც. თან დეძერბიმ პრესისთვის ყველაფერი გაამზადა. თითქოს ეცადა, რომ სიახლე რაც შეიძლება მეტ ადამიანს ენახა. ეს იყო ნამდვილი ჩხუბი, რომელშიც კლუბის დაცვას მოუწია ფეხბურთელების გაშველება. ასეთი რამ პირველად ნახე. ეს არ მაკვირვებს. მე ქუჩიდან ვარ და ასეთ რაღაცებს მივეჩვიე, მაგრამ იმის ნახვა, რომ კლუბის მცველები, რომლებიც ჩვეულებრივ სხვა ადამიანებისგან გვიცავენ, იძულებულები იყვნენ საკუთარი თავისგან დავიცავით, ცოტა უცნაური იყო. უბრალოდ ვერ ხვდები, რატომ უნდა მოყვე ასეთი ისტორია ესეთ დეტალებში. რა თქმა უნდა, ფეხბურთელები გაყიდეს და რა თქმა უნდა, ფულიც დაკარგეს ამის გამო. თუმცა ყველაზე ცუდი ამ ისტორიაში ის არის, რომ მარსელმა სეზონი დასუსტებულმა დაიწყო. განსაკუთრებით საგრძნობელი რაბიოს დაკარგვა, იგი მშვენივრად თამაშობდა. სულ რაღაც 7 მილიონად გაუშვეს საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი მილანში. სინამდვილეში ჩხუბი გასახდელში არ არის იშვიათი მოვლენა. ყველა კლუბში მოიძებნება ისეთი ფეხბურთელი, ვინც უარს არ იტყვის ხელის მოქნევაზე. ამ დროს კლუბის დავალება ის არის, რომ ეს ყველაფერი ისე მოაგვაროს, რომ კლუბმა არ მიიღოს სპორტული ან საიმიჯო ზიანი. რატომ აჩუქა მარსელმა საზოგადოებას ეს ისტორია გაუგებარია. მოგებაში დარჩნენ მხოლოდ ისინი, ვინც მსგავს ისტორიებით ხარობენ. და ნუ მილანის, ხოლო მარსელმა საკუთარი თავი დააზარალა. მეექვსე ადგილზეა რუსი ბიზნესმენი ტუფან სადიკოვი. მან ორი სხვადასხვა კლუბი ორ სხვადასხვა ქვეყანაში ჩაძირა. წინა წლის ბოლოს რუსულ ხიმკებს სერიოზული ვალები ჰქონდა და სადიკოვი მათ ვერ უმკლავდებოდა. მან მოსვლისთანავე დაიწყო ძვირადღირებული ვეტერანების გაფორმება და მათ სერიოზულ ხელფასებს უხდიდა. მათ შორის იყო ჯიქია. ამ ყველაფერმა რა თქმა უნდა სერიოზული გავლენა იქონია კლუბის ფინანსებზე. თან ყველაფერთან ერთად შეშლილმა ბიზნესმენმა 4 წელიწადში 10 მწვრთნელი გამოცვალა. თებერვალში ფეხბურთელები ბოიკოტზე დაფიქრდნენ, თუმცა მფლობელმა ფეხბურთელები დაამშვიდა სიტყვებით და დაპირებებით. მაგრამ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ სადიკოვმა სიტყვები ჰაერში გაისროლა. როდესაც თავიდან მოთხოვეს ფული აპრილში, მან ისევ შეძლო ფეხბურთელების მოტყუება. ერთ-ერთმა რუსმა მწვრთნელმა ასე დაახასიათა სადიკოვი. იგი თქვენი საკუთარი დედის გაყიდვაზეც დაგითანხმებთ. შედეგად 28 მაისს ხიმკიმ დაკარგა ლიცენზია, ხოლო იურიდიული გაკოტრება სექტემბერში გამოაცხადა სასამართლომ. იურისტებმა ასე შეაფასეს სიტუაცია. ფეხბურთელებს და პერსონალს შეეძლოთ ხელფასის მიღება კლუბს რაიმე ქონება რო ქონოდა, თუმცა სადიკოვმა ეგეც გააქრო. სადიკოვმა ბოდიშიც კი არ მოიხადა. მოკლედ, გასაკვირი არ არის, რომ ასეთი რაღაც რუსეთში მოხდა. თუმცა უფრო გასაკვირი ის არის, რომ ამის შემდეგ იგივე ბიზნესმენმა იყიდა სერიკ ბელედისპორის აქციები, რომელიც ისტორიაში პირველად ავიდა თურქეთის მეორე ლიგაში. მან რუსეთიდან წაიყვანა მწვრთნელი და რამოდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი, მათ შორის მისი შვილი ილია. ამის გამო მას კარპოვთან კონფლიქტიც მოუვიდა, რადგან არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ იგი მოითხოვდა მისი შვილის ძირითადში დაყენებას. მოკლედ, ხიმკების ისტორია აქაც გამეორდა. ისევ ვალები, გადაუხდები ხელფასები და ცუდი შედეგები. საბოლოოდ სადიკოვი არა მარტო რუსეთში ჩამოაშორეს ფეხბურთს, არამედ სურთ, რომ ეს გადაწყვეტილება მთელ მსოფლიოში გავრცელდეს.
მეხუთე ადგილი ეკუთვნის ნახევრად ცარიელ ტრიბუნებს და ყოველწამს გაჩერებულ შეხვედრებს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე. ტურნირი რაღაცფრი მუნდიალის ტესტი იყო, რომელიც წელს ამერიკაში უნდა ჩატარდეს და ძალიან არ ვისურვებდი, რომ 2026 წელს პლანეტის მთავარ ტურნირზე იგივე პრობლემები განმეორდეს, რაც ამ ტურნირზე იყო. ჯერ მოკლედ დასწრებაზე. ჯგუფურ ეტაპზე ზოგიერთი შეხვედრა ტარდებოდა ნახევრად ცარიელი სექტორები. გახსნით შეხვედრაშიც კი, სადაც მესი მონაწილეობდა, ბილეთები ვერ ამოიყიდა. უცნაურია, თითქოს ცოტა ხნის წინ ლეოს თამაშებზე ბილეთის ყიდვა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო და საერთოდ MLS-ის სწრაფად ვითარდებოდა. აქ კი უეცრად იგნორი იმ ტურნირის მიმართ, რომელზეც უამრავი ტოპ ფეხბურთელი ჩამოვიდა. FIFA საერთოდ ფასის დაწევა მოუწია. მაიამიში სტუდენტებისთვის ბილეთები $4 ღირდა. კიდევ ერთი არასასიამოვნო შოკი იყო ადგილობრივი კანონების გამო შეხვედრების გაჩერება. აქ მკაცრად აკრძალულია წვიმის დროს თამაშების ჩატარება. კარგი, სწორი იდეაა. უსაფრთხოება პრიორიტეტულია. მაგრამ აქ ცოტა ზედმეტი მოუვიდათ. ნორმა შემდეგნაირად ჟღერს. თამაში ჩერდება, თუ 16 კილომეტრის რადიუსში შეამჩნიეს ელვა. თამაშის გაგრძელება შესაძლებელია ელვიდან ნახევარ საათში, იმ შემთხვევაში, თუ ახალი ელვა არ გამოჩნდა, ხოლო თუ გამოჩნდა, ტაიმერი ნულდება. ანუ შეიძლება წვიმამ საერთოდ გვერდი აუაროს სტადიონი, თუმცა სპორტული პროცესები მაინც დაირღვევა. ეს პაუზა აძლევს აშკარა უპირატესობას იმ გუნდებს, რომლებიც განიცდიან სერიოზულ წნეხს და შესვენება ჭირდებათ. მაგალითად, ბენფიკამ ლამის გამოაგდო ჩელსი დიდხნიანი პაუზის შემდეგ. სტადიონის თავზე მზიანათებდა. ელვა არავის არ დაუნახავს, მხოლოდ ცისარტყელა ჩანდა. პაუზის შემდეგ თამაში სრულიად შეიცვალა. მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის ფეხბურთი. უკვე მე-7, მე-8, მე-9 შეხვედრა წყდება. ვფიქრობ, რომ ეს დაცინვაა. სიმართლე რო თქვა, ეს არ არის ფეხბურთი. ასე შეაჯამა ჩელსის მწვრთნელმა მორესკამ. თან ეს კომენტარი მან მას შემდეგ გააკეთა, რაც თამაში მოიგო. მოკლედ იმედი ვიქონიოთ, რომ სოფლიოზე ასეთი შემთხვევები არ განმეორდება. მეოთხეზე სამწუხაროდ რეალის საკლუბო ტელევიზია. წელს ისინი განსაკუთრებით ტოქსიკურები გახდნენ. იმდენი სკანდალი შექმნეს, რომ ზოგიერთი ჭორის მიხედვით უკვე თავად ფეხბურთელებსაც აწუხებდნენ. თავისი პროვოკაციებით ისინი გადიოდნენ ფედერალურ და მსოფლიო დონეზე. ზოგადად ნორმალურია, რომ საკლუბო ტელევიზია მიკერძოებულია. მათ არ ჭირდებათ ჟურნალისტიკის ოქროს სტანდარტების დაცვა და ნეიტრალურობა. პირიქით, უმცირეს პრობლემაზეც უნდა დაიწყონ ყვირილი სამსაჯო პრობლემებზე და გააკრიტიკონ ოპონენტები, მით უმეტეს თუ ეს ოპონენტი პრინციპულია. თუმცა წელს რეალის ტელევიზიას ზედმეტი მოვიდა. ისინი არა კრიტიკას, არამედ საჯებით მანიპულირებას ცდილობდნენ. როგორ ხდება ეს? რეალის ტელევიზია თამაშის წინ ყველა მსაჯზე დებს დოსიეს მისი შეცდომების ან სადაო გადაწყვეტილებების შესახებ, რასაც ერთვის წამყვანის შესაბამისი ნარატივი. ეს უკვე პროპაგანდაა და მეტიც, ეს ფსიქოლოგიური ბრძოლაა. ანუ თამაშამდე უკვე მსაჯს დანაშაულის კომპლექსს უქმნიათ. ამ ყველაფრის კულმინაციამ მსაჯების საპასუხო მოქმედება გახდა. პრესკონფერენცია კლასიკოს წინ, სადაც მსაჯი რიკარდო დე ბურგოსი, რომელიც ამ თამაშზე იყო დანიშნული, ატირდა. როდესაც შენ შვილს სკოლაში ეუნებიან, მამა შენი ქურდია და ის სახლში ატირებული მოდის, ეს ძალიან ძიმია. მაქსიმუმი, რაც შემიძლია ის არის, რომ შვილი ისე აღზარდო, რომ იცოდეს მამამისი მართალი ადამიანია, რომელიც ისევე უშვებს შეცდომებს, როგორც ნებისმიერი სპორტსმენი. დე ბურგოსმა რეალის შეხვედრებში 25 ჯერ იმსაჯა, სადაც 17 ჯერ მოვიგეთ, რაღაც არ გავს მიკერძოებულობას. თუმცა თავის მხრივ ეს პრესკონფერენციაც აბსურდია, რადგან მსგავსი დონის შეხვედრების წინ ასეთი რამ არ ხდება. ჯობდა სხვა დროს ჩაეტარებინათ პრესკონფერენცია. სამეულს ხსნის ყველაზე უკონკურენტო და მოსაწყენი ფინალი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში. PSG ინტერი. ეს იყო ნამდვილი იმედგაცრუება. 2-0 ფავორიტის სასარგებლოდ უკვე მე-20 წუთისთვის. ეს სპექტაკლის მარცხი. პირველი აქტის შუაში არ უნდა გახდეს ყველაფერი გასაგები. ეს ყველაფერს აფუჭებს და უკარგავს წლის მთავარ შეხვედრას ინტერესს. ამ შეხვედრამდე მიყოლებით 6 წელი ფინალში ბევრი გოლი არ გადიოდა. აქტუალური გახდა სტერეოტიპი, რომ ლიგის ფინალში გოლის გატანა ძალიან რთულია და თუ გაიტანე, დაიცავი ანგარიში. მიყოლებით 6 წელი, ანგარიში 1-0 ან 2-0 ფიქსირდებოდა და აქ უეცრად 5-0, აშკარად ცალკარა. სამწუხაროდ ასეთი ფიასკო ინტერს დაემართა, რომელიც გმირულად ებრძოდა დაღლილობას. იგი გათამაშების ყველაზე ასაკოვანი გუნდი იყო, რომელიც მთავარ შეხვედრაში უბრალოდ ჩამოიშალა. ინზაგი მის ბოლო სეზონში ფსონი ლიგის ფინალზე გააკეთა. სავსებით შეეძლო კიდევ ერთი სკუდეტოს მოგება. აშკარა ქულების გაფლანგვითაც კი მას ერთი ქულა დააკლდა ჩემპიონობამდე. მოკლედ, ინზაგის რამე უნდა მოეფიქრებინა საოცარ ფორმაში მყოფი PSG-ს წინააღმდეგ. თუმცა იგი თავის აზროვნებას ვერ გაცდა. როდესაც თამაში არ წავიდა, მან ვერაფერი ვერ შეცვალა. თამაშის ძირითადი ნაწილი ინტერი თავის ნახევარზე იყო ჩაკეტილი და ოპონენტს ვერაფრით პასუხობდა. ბევრს გაუჩნდა კითხვა: რატომ გამოაგდო ინტერმა ბაიერნი და ბარსა, თუ ასე უშანსოდ უნდა წაეგო PSG-სთან?
საბოლოო სურათი ასეთია. თითქოს დიდ ფინალში ითამაშეს სხვადასხვა დონის დივიზიონების გუნდებმა. საფეხბურთო გულშემატკივრს საღამო გაგვიფუჭა უსუსურმა ინტერმა. მეორეზე გავიდა ლივერპულის შეშლილი სატრანსფერო ფანჯარა, რომელმაც კლუბი კი არ გააძლიერა პირიქით, მერსესაიდული კლუბი ჩამოინგრა. ჩვენ უბრალოდ არ ველოდით კლუბისგან ასეთ ხარჯებს, რადგან ბოლო წლებში ლივერპული ფრთხილობდა და გამოზომილ ტრანსფერებს ახორციელებდა. მით უმეტეს თუ სერიოზულ თანხებზე ვსაუბრობთ. მაგალითად 23-24 წლების სეზონში 3 ტრანსფერი იყო 40 მილიონზე ძვირიანი და 3-ვემ გაამართლა: სობოსლაი, მაკალისტერი და გრავენბერგი. გაკპო და ლუის დიაშიც კარგი ფეხბურთელები არიან. სალაჰის, ალისონის და ვან დაიკის ყიდვის შემდეგ ლიგა მოიგეს. ერთადერთი ნაბი კეიტაში გადაიხადეს ბევრი და დარვინი იყო პრობლემური, მაგრამ ის საკმაოდ სარფიანადაც გაყიდეს. ახლა კი კლუბს ისტორიული მიღწევა ეკუთვნის. დახარჯეს ლამის 9 მილიარდი ევრო და ორჯერ ერთ სატრანსფერო ფანჯარაში მოხსნეს პრემიერ ლიგის რეკორდი ერთ ფეხბურთელში გადახდილი თანხის მიხედვით. მოკლედ ჭკუიდან შეიშალნენ. ყველას გაუკვირდა იმდანად უცნაური იყო ლივერპულის ეს მოქმედებები. თითქოს ხელმძღვანელობას შოპაჰოლიზმი დაემართა და რაც თავარია, სუფთა სპორტული ლოგიკაც არ ჩანდა ამ ყველაფერში. თუ ერთდროულად ყიდულობს შემტევ ფრიმპონგს და კერკეს, ჩნდება კითხვა, ვინ დაიცავს თავს? კლუბში ერთდროულად მოდიან ისაკი და ეკიტიკე, ორივე ძალიან ძლიერი და ძვირადღირებული ფორვარდი და მოდიან ერთ პოზიციაზე, თანაც სტილისტურადაც ძალიან გვანან ერთმანეთს. ამ ყველაფერთან ერთად არ გააძლიერეს დაცვის ცენტრი. კონატეს და ვან დაიქს თითქმის არ ყავს შემცვლელი. ფიქრობ, რომ არა ეს ტრანსფერები ლივერპული პრემიერ ლიგის ლიდერებს შორის დარჩებოდა. ახლა კი ყველაფერი აირია, რადგან მწვრთნელს ახალი გუნდის შენება უწევს ძვირადღირებული ახალწლოვების ინტეგრაციით და მას არ ესმის, როგორ დაატიოს ყველა შემადგენლობაში. ხან სობოსლაის ადგილს ვერ პოულობს, ხან ეკიტიკეს სვამს სკამზე, ხან კი სალაჰს. ბოლო წლებში ლივერპულის ხელმძღვანელობა ბიუჯეტს ჭკვიანურად განკარგავდა. ჩვენ მივეჩვიეთ, რომ მერსესაიდელები სატრანსფერო ბაზარზე დაფიქრებულები არიან. წელს კი ისინი უბრალოდ შეიშალნენ. და პირველ ადგილზე გავიდნენ ფეხბურთელები, რომელმაც 2025 წელს საკუთარი თავი კლუბზე მაღლა დააყენეს. ესენი არიან ვინისიუსი, სალაჰი და უეცრად რობერტ ლევანდოვსკი. დავიწყოთ სალაჰით. მან სეზონი ცუდად დაიწყო. ნუ ეს მოსაოდნელია თუ წინა პოზიციას გავითვალისწინებთ. მაგრამ როგორც კი სალაჰის სათამაშო დრო შემცირდა, მან ჯერ თავისი აკაუნტებიდან ლივერპული გააქრო, რაც თავისთავად სიგიჟეა, თუ მის სტატუსს გავითვალისწინებთ. ხოლო შემდეგ საზოგადოდ ილაპარაკა იმაზე, თუ რას ფიქრობს ლივერპულის ხელმძღვანელობაზე და მთავარ მწვრთნელზე. და ეს ყველაფერი მაშინ გააკეთა, როდესაც კლუბი მაქსიმალურ წნეხს განიცდიდა. ამ დროს ნებისმიერი ნეგატიური სიტუაცია კიდევ უფრო ამძაფრებს სიტუაციას. კიდევ ერთხელ გავიმეორო, სლოტი ძალიან მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა, მაგრამ მან უკვე დაამტკიცა თავისი კვალიფიკაცია პრემიერ ლიგის დონეზე. ამ სიტუაციაში ნებისმიერ ტოპ მწვრთნელს გაუჭირდებოდა და უეცრად კლუბის მთავარი ლეგენდა აწყობს დესტრუქციას. ალბათ უკეთესი იქნებოდა, რომ ცოტა მოეთმინა და შემდეგ მოეთხოვა გაყიდვა ან იჯარა, მაგრამ მან გადაწყვიტა, რომ მისი კომფორტი და თავმოყვარეობა კლუბზე მნიშვნელოვანია და მას უფლება აქვს საკუთარი ინტერესები კლუბის დაზიანებით დაიცვას. ლევანდოვსკი თავის მხრივ ცუდად მოიქცა პოლონეთის ნაკრების მიმართებაში, რომლის მთავარი ბომბარდირიც არის. სიტუაციის გათვალისწინებით და მთავარი მწვრთნელის მიმართ ნდობის დაკარგვით გადაწყვიტა უარი უთქვა ეროვნულ ნაკრებში თამაშზე მანამ, სანამ იგი ამ პოსტს იკავებს. იმედი მაქვს მომავალში შევძლებ ვითამაშო მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივრებისთვის. დაწერა რობერტმა ივნისში. ეს იყო მისი პასუხი კაპიტნის სამკლაურის ჩამორთმევაზე. იგი ნაკრების შემადგენლობაში არ გამოჩნდა უმნიშვნელო ტრავმის გამო. ჩემს თავზე ვიღებ პასუხისმგებლობას ამ გადაწყვეტილებას. ფიქრობ, რომ გუნდისთვის საუკეთესო მომენტია, რომ კაპიტანი შეიცვალოს. რობერტს პატივს ვცემ. იგი დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ ჩემთვის უმნიშვნელოვანესი გუნდის კეთილდღეობაა. ასე აუხსნა საზოგადოებას თავისი გადაწყვეტილება პოლონეთის მთავარმა მწვრთნელმა, რათა შეაქო ახალი კაპიტნის ზელინსკის სიტყვით გამოსვლა, რამაც კიდევ უფრო გააღიზიანა რობერტი. ლევანდოვსკი პოლონეთში ძალიან პოპულარულია. ამიტომ მან მალევე შეძლო სასურველის მიღება. მწვრთნელი პირველივე მარცხის შემდეგ გაათავისუფლეს. ლევა ნაკრებში დაბრუნდა და კაპიტნის სამკლაურიც მოირგო. თუმცა ნიდერლანდებთან ვერც ერთ შეხვედრაში თავის გამოჩენა ვერ შეძლო და გუნდმა ორივე შემთხვევაში ფრე ითამაშა. თუმცა პირველი ადგილისთვის მოგება იყო აუცილებელი. ეხლა საფრთხე არის, რომ პოლონეთი საერთოდ ვერ გავა მსოფლიო ჩემპიონატს. მესამე ანტიგმერი ვინისიუსია. რეალმა სეზონი ძალიან კარგად დაიწყო. მაშინვე ჩემპიონატის ფავორიტები გახდნენ. კლასიკოში ბარსასაც მოუგეს, მაგრამ სწორედ კლასიკოში ვინისიუსი შეცვალეს და მან სცენები პირდაპირ მოედანზე დაიწყო. გუნდიდან მივდივარ, ყვიროდა ბრაზილიელი და გასახდელისკენ გაიქცა.
ეს არ იყო რაიმე დამამცირებელი ცვლილება. პირიქით, უფრო ტაქტიკური. თამაშის მიწურულს, როდესაც რეალი იგებდა, გამოუშვეს პრესინგში და დაცვაში უფრო პროდუქტიული როდრიგო. აი რისთვის მოაწყო ეს ისტერიკა. ვინიმ ბოდიში მოიხადა, თუმცა თითქოს სპეციალურად დაავიწყდა მთავარი მწვრთნელის საჯაროდ ხსენება. ბოდიში იმიდან მოვუხადო თანაგუნდელებს, კლუბს და პრეზიდენტს. ერთ თვეში კი გამოჩნდა სიახლე, რომ ბრაზილიელმა ულტიმატუმი წააყენა, ან ვინი, ან ალონსო. ვინი მასკარად ფეხბურთელების რაღაც ნაწილის აყოლიება შეძლო. ინსაიდერმა ხოსე ფელიქს დიასმა დაწერა, რომ რეალის ფეხბურთელების რაღაც ნაწილი იმედგაცრუებულია. ისინი თვლიან, რომ ალონსოს მათი არ ესმის. დიდ კლუბებში როგორც წესი ასე ხდება. ერთი იწყებს და ეს შემდეგ მთელს გასახდელზე ვრცელდება. რეალი ქულებს კარგავს, თავარი მწვრთნელი კი ნერვიულობს. შედეგები კარგად ასახავს თუ როგორი იმოქმედა ვინისიუსის გამოხტომა რეალზე. კლასიკოში მოგების შემდეგ რეალი ბარსელონას 5 ქულით ასწრებდა, ხოლო ახლა ბარსა 4 ქულით გვასწრებს. რეალმა 3 თამაში წააგო და 3 ფრე ითამაშა 10 შეხვედრაში ყველა ტურნირზე. მოკლედ, ჩემი აზრით, ალონსომ გასახდელი სწორედ მაშინ დაკარგა, როდესაც ვინისიუსის დასჯა ვერ მოახერხა. ხელმძღვანელობას იმდენად სურს ბრაზილიელის კონტრაქტის გახანგრძლივება, რომ გადაწყვიტეს ბრაზილიელი არ გაებრაზდებინათ. ეს სხვა ვარსკვლავებმაც დაინახეს და მთავარი მწვრთნელის ავტორიტეტმაც ვარდნა დაიწყო. სამივე შემთხვევაში კანონზომიერება იკვეთება. როგორც წესი კლუბის ხელმძღვანელობას არ სურს კლუბის მთავარი ვარსკვლავების მიმართ დისციპლინარული ზომების გამოყენება, თუმცა საბოლოოდ მათ ეგოს კარგი არაფერი არ მოაქვს. სამივე შემთხვევაში ვხედავთ არეულ გასახდელს და ცუდ შედეგებს. წელს სულ ეს იყო. თუ ვიდეო მოგეწონათ, აუცილებლად დაალაიქეთ. არხის გამოწერაც არ დაგავიწყდეთ და კომენტარებში დამიწერეთ თქვენი აზრით რა იყო ყველაზე დიდი სიგიჟე, რაც წელს ფეხბურთში მოხდა. შეხვედრამდე და ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ.